ძალიან მალე ვიქნებით ჩვენ უკვე ამერიკის საელჩოდან, მანამდე კი უნდა მოგასმენინოთ იმ ადამიანების პოზიციები, რომლებიც აქ არიან შეკრებილები საქართველოსა და ამერიკის დროშებით. აი ახლა ჩვენს თავზეც სწორედ ამერიკის დროშა აფრიალ და ია ფარულავას პოზიციას მოვისმენთ. ია, გამარჯობა, თქვენი პოზიცია უნდა მოვისმინოთ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც იცნობს ამერიკას და თქვენი წინა გამოსვლაც სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო და დასრულდა ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს საქართველო. რომ მოხვიდეთ და მაყურებელს რომ უთხრათ თქვენი დამოკიდებულება იმ ყველაფრის მიმართ, რასაც ამერიკა ჩვენი ქვეყნისათვის აკეთებს. დამოკიდებულება ჩემი ყველამ ძალიან კარგად იცის ჯერ კიდევ დეკემბრის თვიდან, როდესაც მე ვსაუბრობდი მეგობარი აქტზე, ბევრმა არც იცოდა რა არის ეს აქტი, მაგრამ დღეს უკვე დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ მეგობარ აქტს ერთი ხელმოწერა ჭირდება, პრეზიდენტის ხელმოწერა ჭირდება იმისთვის, რომ დამტკიცდეს და გახდეს კანონი. ეს მეგობრებო არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება მოხდეს საქართველოსთვის. რადგანაც ეს აქტი მოიცავს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ზეგავლენის ჩახსნას, ირანის ხელისუფლების ზეგავლენის ჩახსნას და კრემლის ზეგავლენის ჩახსნას საქართველოდან და შესაბამისად, როგორც კი აქტს მოეწერება ხელი, დაიწყება უპრეცედენტო ცვლილებები საქართველოში და სხვათა შორის უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა სენატში ქვედა პალატაში მოაწერა ხელი სენატორებისა. ეხლა ბევრს უყვის, აბა მოაწერს ტრამპი ხელს. აბა რისთვის დააჩქარა მოვლენები? დონალდ ტრამპი არ მიატოვებს საქართველოს, რადგანაც ის არის საქართველოს მეგობარი და ამერიკა იყო, არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ამერიკა იყოს და არის და მომავალშიც იქნება საქართველოს სტრატეგიული მეგობარი. აი გვანცა ჯობავას პოზიცია შეგვიძლია მოვისმინოთ. გვანცა ჩვენ აქ ხედავთ აქციებზე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ლიტერატორებს, შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ და მუდმივად ვაქცენტირებთ მათ შორის მედიის წარმომადგენლებიც იმაზე, რომ ეს რეპრესიული პოლიტიკა არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ და ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი დარტყმის იყავით თქვენ, იყო მწერალთა სახლი, იყო თეატრი, იყო კინო, კულტურა ზოგადად. რას ნიშნავს, როდესაც რეჟიმი იმდენად გადის დემოკრატიული ჩარჩოებიდან, რომ ხელოვანებსაც კი აქცევს მარწუხებში, უბრალოდ ცდილობს რომ მოაქციოს. რა თქმა უნდა, ხელოვანებსაც კი არა, ერთ-ერთი პირველი სწორედ იყო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხელოვანები იყვნენ, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ერთ-ერთი პირველი, ვისაც რეჟიმი დაუპირისპირდა, იმიტომ რომ რეჟიმმა ძალიან კარგად იცის, რომ ხელოვნების სფეროში არიან თავისუფალი ადამიანები, ვისთვისაც თავისუფალი სიტყვა და საკუთარი მკითხველისთვის თუ მაყურებლისთვის სიმართლის თქმა არის უპირატესი. ამიტომ თავიდანვე როგორც კი ჩვენ დავინახეთ პირველი ნიშნები ავტოკრატიის დამყარების ცდილობის ჩვენს ქვეყანაში, ხელოვანებმა ამოიღეს ხმა, იმაღლეს ხმა ამ ყველაფრის წინააღმდეგ. დღეს მე პირადად მიჭირა ეს პლაკატი, სადაც ვაპროტესტებ ვასილ მაღლაფერიძის ზოგადად საქმიანობა საზოგადოებრივ მაუწყებელში, იმიტომ რომ მედიის მხარდაჭერა დღეს არის უმნიშვნელოვანესი. თავისუფალი მედიის მხარდაჭერა და საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ის სივრცე, რომელიც ეკუთვნის ხალხს. ვასილ მაღლაფერიძე იყო პირველი ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც მათ შორის, როდესაც ზვიად რატიანი სასტიკად ცემეს, მისი კადრები, პირადი კადრები გამოაქვეყნა სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელში და ჩვენ მისი ეს ამორალური საქმე, საქციელი ძალიან კარგად გვახსოვს. ეს ამორალური საქციელი გრძელდება დღესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი და რომელიც ერთ-ერთი სისტემის ერთ-ერთი მთავარი რგოლია, რომელიც ადამიანების ტვინების გამორეცხვას ცდილობს და პროპაგანდის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში. თავისუფალი სიტყვა კიდევ ერთხელ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის არის უპირატესი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და ჩვენ აი ამ დღევანდელი მარშის ფარგლებში მადლობას ვეუბნებით ჩვენს მეგობრებს ამერიკაში, რომელიც დადგა დემოკრატიული საზოგადოების მხარეს მეგობარი აქტის პირველ ეტაპზე დამტკიცებით, რომელიც უკვე სენატშია და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ აქტს ძალიან მალე მოეწერება ხელი. ამიტომ აი ამ პროტესტს ადამიანების დიდი ჯგუფი, სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლების პროტესტს რა თქმა უნდა აქვს შედეგი, რა თქმა უნდა აქვს აზრი, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ გამარჯვებისკენ და შეუძლებელია რომ გოროტებაზე სიკეთე არ გაიმარჯვოს და სიმართლე არ გაიმარჯვოს და რაც თავარია. კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ რეჟიმის პატიმრები, რომლებიც არიან დღეს სისტემის ტყვეები და ჩვენი ბრძოლის და ჩვენი მოთხოვნების მთავარი ობიექტი არის სწორედ მათი თავისუფლება.
კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ვუსმენთ გვანცა ჯობავას, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ქართველი ხალხი არის მადლობელი ამერიკის, თუმცა მადლიერების მიღმა მთავარი გზავნილები და message box-ი ამ აქცiyისაც არის ის, რომ ქართული ოცნება უნდა გადადგეს და პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. აი ნანა ტოხვაძეს ხედავ აქ, ნანა გამარჯობა. თქვენ ხართ განათლების სფეროს წარმომადგენელი, გარდა იმისა, რომ ხართ პოლიტიკოსი, ვცდილობთ რომ ყველას მისი სფეროდან გამომდინარე ვკითხოთ და სიკეთეებთან არის დაკავშირებული ამერიკა, რას ართმევს ქართული ოცნება ქართულ ხალხს და როგორ დაარქა განათლებას, რადგან ჩვენ ხედავთ, რომ ქართულ სტუდენტებს აღარ აქვთ გაცვლითი პროგრამების თვალსაზრისით შანსები ისე, როგორც ეს იყო ადრე, რას ნიშნავს და როგორ უნდა ვებრძოლოთ? მეგობარი ქვეყნის, ასე ვთქვათ, ზურგის შექცევა ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაჭირდება განათლებაში ნებისმიერი იმ საკითხის მოგვარება, რაც დღემდე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იყო. მე მიჭირავს ბანერი, სადაც საუბარია იმაზე, რომ 100-ზე მეტი სკოლა, რომელიც გონიათ, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან თანობის დიდი ძალისხმევით იყო აშენებული, ეს გახლავთ ამერიკელი ხალხის ხარდაჭერა და ეს გახლავთ ამერიკული გრანტით და მილენიუმის ფონდით აშენებული სკოლები. ანუ ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ბავშვები რომ კომფორტულ, ნორმალურ ინფრასტრუქტურაში სწავლობენ, ბაღი იქნება ეს თუ სკოლა, ეს არის სწორედ ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების გრანტები და დახმარება. ამიტომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის იღწვოდა, არ შეიძლება რომ იყოს ზურგშექცეული რუსული რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ დღევანდელი მარშიც კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მეგობრებს პირიქით ხელი გავუწოდოთ და ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამერიკის მხარდაჭერით, დასავლური გრანტებით, სწორედ ჩვენს განათლებაში, ჩვენს ინფრასტრუქტურაში, ბავშვების მომავალში ჩადებული ფული იხარჯებოდა ჩვენი კეთილდღეობისთვის. ამიტომ როგორც კი რეჟიმს მოვიშორებთ, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ სწორედ იმ განვითარების სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე, როდესაც ამერიკა, ევროკავშირის ქვეყნები ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ჩვენს გვერდში დგანან. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა. გოგონას ხედავ, რომელსაც კახა კალაძის დასასანქცირებელი ბანერი უკავია. მოდი თუ შეიძლება ვნახოთ. საჯონ, უნდა დასანქცირდნენ კორუმპირებული პოლიტიკოსები, უნდა დასანქცირდნენ. მათ შორის კახი კალაძე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. აი, ამით შევაჯამებთ და დავასრულებთ ამ ეტაპზე ამ ჩართვას. მიემართებიან აქციის მონაწილეები ამერიკის საელჩოსაკენ. ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს საქართველო. ეს არის მათი მთავარი სათქმელი და ასე უხდიან მადლობას ჩვენს მეგობარ ქვეყანას.